ეს თავისთავად მეტი სიმძლავრის გაცემა ახლა შეუძლია ნაკლები ტემპერატურის საკმაოდ ახდენს, ნაკლები ტემპერატურის საკმაოდ რა თქმა უნდა უფრო იური გასაგებია, lifetime რასაც ქვია უფრო მეტი აქვს ნატრიუმის ვიდრე ნიკელ მეტალჰიდრიდს, რომელიც ტოიოტაში გამოიყენება, ამის თავისთავადობია, მაგრამ ეს გათვლები lifetime და ციკლების რაოდენობა დამოკიდებული ციკლების რაოდენობა დამოკიდებულია გარემო პირობებზე. ეს ყველაფერი რაც მანუალებში წერია, ეს არის მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში და რეალურ აპლიკაციაში ამის განხორციელება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, საკმაოდ გამოცდილი ინჟინერები მუშაობენ ამაზე და წელიწადი მოვანდუმეთ იმას, რომ პირველი პროტოტიპი დაგვედო, რომელიც მანქანაში დგას და მუშაობს. ეს ვენტილაციის მოგვარება თქვენ ახსენეთ რომ გაადიდეთ დიახ, მხოლოდ ეს იყო თუ რაღაც არა, გავადიდეთ არა, ესე იგი მარტო გაადიდება ცოტა ძნელია, მაგრამ გაადიდება იმიტომ რომ ფიზიკურად უნდა ჩაეტიროს. უბრალოდ ეს პრობლემა რომ პატარა ტევადობის ბატარეა ამერს აქვს გულისხმობ. ტევადობის პატარა ტევადობის ბატარეა მერყაშა დიდი ენერგია უნდა გასცეს. ზღუდავს ყველა ბატარეისთვის, აბსოლუტურად ყველა ბატარეისთვის იმას, რომ იზრდება გაბარიტები, ზღუდავს რაღაც ფორმებს, გაბარიტებს, შეიპებს ზღუდავს, ვერ იქნება ყველანაირი ფორმის. და ვიწევდა ის, რომ ეს ბატარეები ერთმანეთზე უნდა ყოფილიყო ჩახუტებული და ერთმანეთზე ჩახუტებული, რა თქმა უნდა, იქ ვერ მოხდებოდა ვენტილაცია ამისი. ჩვენ გავაკეთეთ ამის ის, რომ რადიატორები გავაკეთეთ, სპეციალური რადიატორები, რომელსაც ერთმანეთზე ჩახუტებული ბატარეებით ეს სპილენძის ან ალუმინის ფირებით თერმოგამტარი წერუთი, ამაზე შემოღებული, ამაზე მჭიდრო შეხებით გამოგვაქვს სამვენტილაციო არხებში ტემპერატურა იმ ბატარეებიდან, რომელიც შუაშია მოქცეული და ფიზიკურად ვერ იქნება. ამას ახსოვს პირველი ამას მიგიწევდა გასაპატარებადია თუ არა. ეხლა რაც თქვენ აღწერეთ, მოსაგეთ შეიძლება დამატებითება. ამაზე მოგახსენებთ ეხლავე მაგის შესახებ. ამაზე თვითონ პატენტი უფრო ხანგრძლივი პროცესია, ვიდრე სასაქმედო მოდელი და რამენაირად რომ დაგვეცოთ ამგვარად ვიჩქარეთ და როგორც სასაქმედო მოდელზე ისე შევიტანეთ საპატენტოში ამაზე განაცხადი არის უკვე რამდენიმე შეხედულობს, უნდა რაღაც დაგვიხარბეს ეს და რაღაცები ნახაზები უნდა ჩავასწროთ. ტექნიკური მიზეზი იყო, მაგრამ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ სასაქმედო მოდელს ავწევთ პატენტის ბუდეში, რომ ამის საკეთება შეიძლება ტოიოტამაც იტოს თავის ელემენტებში რაც ქარხანაში კი ბატონო, შესაძლებელია და ტოიოტას შესახებ ეხლა რომ მოგახსენეთ რა ხდება. ტოიოტამ ცადა 2018 წლიდან დაიწყო და 23 წლამდე გაზარდა რაოდენობა, რომ ცადა რომ ჩაენაცვლებინა ეს ნიკელ მეტალჰიდრიდი ლითიუმი. მაგრამ როგორც ჩანს, ეს მაინც და მაინც კარგად არ წავიდა ეს საქმე, იმიტომ რომ 2025 წლის მოდელებში დააბრუნა ეს ნიკელ მეტალჰიდრიდი. ეს რითია განპირობებული? ეს განპირობებულია იმიტომ, ვინაიდან ნიკელ მეტალჰიდრიდს ვინაიდან ლითიუმის ეშინია უარყოფითი ტემპერატურების, აუცილებელია მათი შეთმობა, როცა გარეთ უარყოფითი ტემპერატურა. ელექტრომობილებში ეს მარტივია, რომ ელექტრომობილს 100 კილოვატიანი ბატარეა უყენია და ყოფნის იმისთვის ენერგია რომ თავისთავად გაიწვის. კიდეჩი სულ 1.2 კილოვატი დგას და უბრალოდ არ ეყოფა ენერგია რომ თავისთავად გაიწვის. ამიტომ ჯიპებზე ესეთ მოდელებს საკმაოდ ახალ ტარგომაზე სხვა ჰიბრიდები სხვა ისინი რომ ისინი იყენებენ ლითიუმ-იონსაც იყენებენ, ძირითადად ლითიუმ-იონს იყენებენ ისინი. ვერ გეტყვით რომ მოაგვარეს, ძირითადად ეს მანქანები მაინც თბილი ქვეყნებისთვისაა გაქრული და არ გონია რომ მოგვარებული იყოს და თან საერთოდ მაგალითად ჰიუნდაის აქვს ლითიუმ პოლიმერის ბატარეები აქვს და ლითიუმ პოლიმერის ბატარეა მაგალითად სახლში სამგალოდ შეიძლება მაგას მანქანაში ჩავიდეთ კი არა, იმიტომ რომ მექანიკური დაზიანების და ჰერმეტიზაციის გამართულის შემთხვევაში თვითაავლება ხდება და ძალიან საშიში. ანუ თქვენ ეს გადაწყვეტი, იმიტომ ალბათ რომ ლიდერი იყო ლიდერია დაგებაში სამშობლო მოგარებობდა
განსაკუთრებით ჯიბებში და ჩვენ როცა გავივით სრული ტესტირების ეტაპს, მაგრამ ერთი ცალი გვაქვს და საკმაოდ ძვირი ჭირდება ეს ექსპერიმენტები და საკუთარი ჯიბიდან ძალიან ძლიერი არის დაფინანსება. მოსავალობით სრული ტესტირების, ბეტა ტესტირების რეჟიმს, როცა მივახცევთ იმას, რომ გეგმაში გვაქვს, რომ ავიღოთ სერტიფიკატები, რომელიც აუცილებელია ჰიბრიდული ავტომობილებისთვის, ბატარეებისთვის, ცალკე სერტიფიკატია, ამ ბატარეების ტრანსპორტირებისთვის ეს ბატარეა მობილურ ტრანსპორტირებაში შეიძლება მანქანაში ներყავდადის. ასე შემდეგ, ამ ყველაფერს გავივლით, ალბათ შევთავაზებთ კიდევ Toyota-ს, ვინაიდან პატენტი უკვე დაწესებული იქნება, ალბათ შევთავაზებთ ეფექტურ solutions თავის ნიკელ-მეტალ-ჰიდრიდის ჩასანაცვლებლად, იმიტომ რომ ეს ნიკელ-მეტალ-ჰიდრიდი საკმაოდ ძველი ტექნოლოგია და ძვირიანი ტექნოლოგია. უკავშირს მოგწევთ ახლა ესე იგი თუნდაც ნახევარსაათიანი ლოდინიც კი ხანდახან ძალიან მოხერხულია ეს ელექტრომობილები. ამიტომ ჩინური ბაზარიც კი გადავიდა ჰიბრიდულზე. ბოლო თაობის ჩინური მანქანები უკვე თუ მანამდე იყო ელექტრო შიდაწვის ძრავიანთან თუ ჩინური იყო 90%, 10%-ზე, ეხლა უკვე 60%-ზე. ასე რომ ჰიბრიდების ჩემპიონობით ზატუნდა იყო იმათანაც ეს პასუხები შეიძლება თუ ინვესტორ თავში რეალურად 30% იდეალი და 10% თანაჩინები აი ეს რო ოპერატორების ეს არიქნება იქნება სულს ანა რაც ყვა ოღონდ მნიშვნელოვანი ადგილი შეიძლება თუ აი ეს ჩემს აკალგებულა
ასე თანაავტორია პიკო ფაუნდერია შვილია ჩემი ერთად ვაკეთებდით მოკლედ ჩემთან პოპულარიკაშია გაზრდაში